ამ წუთებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას აკეთებს, მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. მოგესალმებით, მადლობაც მოგახსენეთ მობრძანებისთვის, მინდა რამდენიმე გამარტება გავაკეთო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი, ჩვენ არაერთხელ გვითქვია ამის შესახებ და არა მარტო გვითქვავს, არამედ საქმით დაგვიდასტურებია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შოკების დროს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კომენტარს მოკლევადიანი ვალუტის ფლუქტუაციის დროს, მაგრამ ვინაიდან სახეზე არის მნიშვნელოვნად გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები და არასტანდარტული ეროვნული ვალუტის ფლუქტუაცია, მინდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად ადგილზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება ან კლება. ამავე დროს ჩვენი გათვლებით ეს დისბალანსი უკვე აღმოფხრილია და უკვე ასახული არის ლარის გაცვლის კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში, იგი დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაზრის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი ყოველთვის ზარალობენ, ვინაიდან ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება და ამას არაერთხელ ქონია ადგილი, როგორც დოლარი ლარის გაუფასურების დროს, ასევე დოლარი ევროს მნიშვნელოვანი ფლუქტუაციების დროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით დაგეგმილზე უფრო მეტ ინფლაციურ ზეწოლას. ამის მიზეზი კი არის ორი. პირველი, ყველა ძირითად სასაქონლო ჯგუფზე, სოფლიო ბაზარზე, ისე სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიც არის ნავთობი, როგორიც არის ხორბალი, შაქარი, ზეთი, მნიშვნელოვანი ფასების კლება. მეორე მიზეზი, რატომაც ჩვენ არ ველოდებით მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას, ეს არის მონეტარული აგრეგატების ფაქტორი, უფრო მარტივად კი ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა და უფრო მეტი მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მინდა გითხრათ, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც კიდევ ერთხელ შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციას. სამწუხაროდ ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდება ჩვენი ის მოქალაქეები, რომელსაც სესხი აქვთ დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში. აქ პასუხი არის მხოლოდ ერთი, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე ეკონომიკის ზრდის პირობებში საშუალებიან პერიოდში ლარს ყოველთვის ექნება გამყარების ტენდენცია. და ბოლოს აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ კიდევ უფრო გაზრდილ ნეგატიურ მოლოდინებს და რისკებს, ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან და მოცულობით ინტერვენციებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით. იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური, ხოლო დასკვნის სახით, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენი გამოწვევის წამალი, რეცეპტი არის მხოლოდ ერთი, ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. საათვარ უპასუხო თქვენს კითხვებს. და ნიშნული რადგან შეიძლება ის საბოლოოდ შენარჩუნდეს ფინანსთა მინისტრის კომენტარების რომ ნიშნული აღარ გაგუდება. თქვენი პროგნოზი როგორია? კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენი გათვლებით მიმდინარე დისბალანსი გამოწვეული ჩემს მიერ უკვე ჩამოყალიბებული მიზეზებით უკვე ასახულია ლარის კურსში. და ის რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნეთ ბოლო 2 დღის განმავლობაში არის კიდევ ერთხელ ვამბობ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. ამიტომ ჯამურად არანაირი შფოთვის საგანი არ არსებობს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც ფინანსურ, არც მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ვისგან მიიღეს დაპირება პრემიერში როგორც იცით იმის შედეგი
ჩვენ გქონდა კონსულტაციები მთავრობასთან, გამიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს ამ პროცესებზე და იმისთვის, რომ დამატებითი ფაქტორი გამოირიცხოს კიდევ უფრო მეტი ზეწოლის ამ კონიუნქტურის შედეგად რეალურად შევთანხმდით იმაზე, რომ დეფიციტურ ხარჯვას დეკემბერში ადგილი არ ექნება. ეს კითხვები თავებასთან. განსაკუთრებაში ეს გააკეთეთ განცხადება, რომ რეალურად საქართველოს ეკონომიკას გააჩნია ის რეალური ბეჭედი, რაც შეძლებს ლარის გამყარებას. თქვენი აზრით, თქვენ როდის ჩართვით საჭიროა პასუხი ბეჭედი გამოიყენოს და არის თუ არა ის დრო, ეხლა ამას რომ მოხდეს ამ რეალური ბეჭედების გამოყენება ამ პროცესის გასაგებია. ჩვენი მთავარი ამოცანა და კონსტიტუციური მანდატი ეს არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაციური ზეწოლა იზრდება და იგი სდება ჩვენს მიერ დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში ჩვენ განვახორციელებთ ყველა ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას. ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე. კომერციული ბანკების მხრიდან ამ პროცესის აქსელერაციას ან ზეწოლას ან ერთი ან მეორე მიმართულებით კატეგორიულად გამოვრიცხავ, ესეთი რამე არ მომხდარა არასდროს ჩვენი ეროვნული ბანკის, ჩემი და ჩემი გუნდის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში ყოფნის დროს და არც მოხდება მომავალში ჩვენ ამ პროცესებს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ.